მოგესალმებით. ჩვენ განვიხილეთ გუშინ წინ ზუსტად ახალი პარტია ჩვენი ჯეტურებისა. ჯეტური არის ავტომობილი, რომელიც მსგავსი ჯერ საქართველოში არავის არ შემოუყვანია. მან ჩაანაცვლა $100,000-დან ქვევით ყველა ავტომობილი, ყველა ზღვარს გადააჭარბა. ახლა განვიხილოთ მეორე საკითხი დღეს, მესამე დღეს. ერთი ჩემი თანამშრომელი მეუბნება ამ დილით, ბატონო გელა, წვერი არ გაგიპარსიაო, რა ხდება, რამე ხო არ ხდებაო. მე ვთხარი, წვერი რო გამეპარსა, დრო არ მქონდა და შედეგი მინდა გიჩვენო მეთქი გუშინდელი დღის და დღევანდელი და წუხანდელი დღის. ჩვენ გუშინ მივიღეთ ახალი პარტია ავტომობილებისა და მთელი ღამის განმავლობაში მას ვრეცხავდით და ვალაგებდით მათე მოტორსის სათაო ოფისში, ცენტრში. მოდი ნახოთ, გავიაროთ. აი შეხედეთ შედეგი. წუხანდელი, გუშინდელი შედეგი, შეხედეთ. ჩანს? ჩანს. აი დავიწყოთ. ახალი ავტომობილები. ყველანაირი ელექტრომობილი. Volkswagen, ელექტრომობილი, Mercedes, ელექტრომობილი, Audi და თითქმის ყველა მარკის ავტომობილი მყავს, რომელსაც ქვია ელექტრო. ბატონო კოკი, ახლა დავიწყოთ აქედან. აი ეს არის Mercedes-ი, ბოლო მოდელი, business class. Lexus-ი, Mazda, BMW. ეს არის 0 კილომეტრით ყველა. ეს არის BMW, კოკი მოიწიე. BMW 0 კილომეტრით. BMW 0 კილომეტრით. BMW 0 კილომეტრით. BMW ელექტრო 0 კილომეტრით. Porsche, Audi, BMW მოიწიეთ. მოიწიე კოკი, მოიწიე. ცოცხლად. BMW, Audi, Mercedes-ი, Toyota, Lexus-ი, BMW. მოიწიე. Mercedes-ი, Lexus-ი. მოიწიე. და ყველა ის ავტომობილები, რაც დღეს რითაც დაინტერესებულია მოსახლეობა და მყიდველები. Lexus-ი, Toyota Camry. ახლა რა განცხადების გაკეთება მინდა. კოკი წამურზანდით. მოდი. რა განცხადების გაკეთება მინდა. არიან ადამიანები, რომლებაც ეს სფერო არ იციან. ეს სფერო ვიცი მე და ბევრმა კიდე რა თქმა უნდა. მაგრამ მე მინდა უთხრა მოსახლეობას, მყიდველებს. კაცო, ფული მოაგროვე ხო 10, 20, 30, 40, $50,000. და არ იცი სად უნდა იყიდო ეს ავტომობილი? რომ მიდიხარ და ბაზრობაზე რო ყიდულობ ავტომობილს. რომელშიც შიგნით კაცი არის მკვდარი, დანამტვრევი, უბედურ მდგომარეობაში, ხო? და მე ტირი ხარ. და მე გინდა მისი გამოსწორება, როგორ? შეხედეთ ამერიკიდან ავტომობილები რომ მოყავთ, დადექით ტრასაზე 20 წუთი და რამდენი ტრაილერი გამოივლის დამტრეული დაჭეჭყილი მანქანებით სავსე, ხო? და სად მიდის ეს ავტომობილები? ეს კეთდება, ბატონებო, კეთდება და ბაზრობაზე იყიდება. და მე არის ჩივილი, რომ ავტომობილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ, ხო, ფული შოვნა კი არა, მთავარი ფულის დახარჯვა მთავარი. კაცო, რო ტირი ხარ, მე მანქანიდან რაღაცა სუნია და ვერ გავიყვანე. მომისმინეთ, ამერიკაში 60% ავტომობილი, რომელიც მთელ ამიერკავკასიაში იყიდება ამერიკიდან, დამტრეულები, არის ჩანაძირი მანქანა, წყალში ჩანაძირი. და იქიდან სუნი ვერასდროს ვერ გავა. და კიდევ უარესი, 15-20% ჩემ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ავარიაში მოხვედრილი და ადამიანები არიან გარდაცვლილი შიგნით და სუნს ავტომობილიდან ვერასდროს ვერ გააქრო. და რისი თქმა მინდა, მოდი კოკი. და რისი ახსნა მინდა? მომისმინე,
მე რაც არ ვიცი, უსმენ სხვას, ხო? შენ მომისმინე და მე არ იტირო აქ, ხო? გუშინ მაგალითად ბევრი გუშინ 2-3 შემთხვევა მქონდა ესეთ. ჯო ავტომობილები დგას აგერ ახალი ცელოფნებში და მე ვარ პასუხისმგებელი ამის უკან მდგავარ მე. თუ რამე ამას აღმოაჩნდა ავტომობილის პრობლემა ჩაგინაცვლებ. მაგრამ ჯერ არ ვიკადრებ და არ მოკიდი ისეც, რომ ჩასანაცვლებელი იყოს, მაგრამ თუ მოხდა ისეთი რამე, მე მას ჩავანაცვლებ. მაშინ კოკი ისმება კითხვა, რატო უნდა ვიყიდო ბაზრობაზე გაურკვეველი ავტომობილი იმ ფასში, რა იმ ფასის ნაკლებად იყიდება აგერ, ხო? თან რა, იყიდე ბაზრობაზე ავტომობილი. ვინმე გაძლევს გარანტიას, კოკი? ხო, არავინ არ გაძლევს. იყიდე ბაზრობაზე ორშაბათსვე გადმოაფორმე, არიფი ხარ, არ გესმის ავტომობილი, ხო? ვიზუალს უყურებ მარტო. ხალი ცოლი როცა მოყავს, მარტო ვიზუალს კი არ უნდა უყურო. აი როგორი შედეგიანი იქნება ეს ხალი, აი იმას უნდა უყურო. იგივე ავტომობილიც. როცა ბაზრობაზე ყიდულობ, ან პროფესიონალი წაიყვანე, ან ცენტრებში იყიდე, ცენტრებში ბაზრობაზე ნაყიდი ავტომობილი არავის არ გამოადგა და არ შენ გამოგადგება. ამით რისი თქმა მინდა. შეგიძლიათ უკვე ორშაბათიდან მათემოტორში მოხვიდეთ და $10,000 დაწყებული $150,000-მდე ყველა ავტომობილს აგარჩევიერ ახალს. თემაინც ახალი ავტომობილი გექნება და იქნება 0 კილომეტრით გავლილი და იმ ფასში რა ფასშიც ბაზრობაზე უნდა შეიძინოთ. ბაზრობაზე იყიდება ავტომობილი, აი ვისაც უნდა მოვიდეს და მითხრას, რომ წავიდეთ ერთი დღე და ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ავტომობილი არ იყიდება ისეთი დანამტვრევი არ იყოს. მიღებილი, მოღებილი, მიჭრილი, მოჭრილი და ეს არის მეორე პრობლემა. ამიტომაა ეს ცენტრები რო იხსნება. აი ეს არის მათემოტორსის ცენტრი, რომელშიც შეგიძლიათ ავტომობილიც იყიდოთ და მერე რა ხდება? აი იყიდეთ ავტომობილი, აი ავიღოთ, აი BMW მაგალითად, აი შეხედეთ. აი 0 კილომეტრით გავლილი. და რა? ამას აქვს 5 წლიანი გარანტია და მე სად ვემსახურებით კოგი? აი აქა. აი აქ ვემსახურებით. ბათუმელი იყიდის, ბათუმში ვემსახურებით. ქუთაისელი იყიდის, ქუთაისში ვემსახურებით, ხო? და მომავალში უფრო გავფართოვდებით. თელაველი იყიდის, თელავში მოვემსახურები, ხო? აი ესა ბაზრისა და კომპანიის შორის განსხვავება. კომპანიის უკან პატრონი დგას, ბაზრის უკან არავინ არ დგას პატრონი. ისურვებ წარმატებებს. ორშაბათიდან ჩვენ ვიწყებთ ახალი ავტომობილების გაყიდვას მათემოტორსის ცენტრში. დარბაზში ადგილი არ არის. ცენტრის მოპირდაპირ მხარეს ახლა რო გადავიდეთ დრო გვინდა, მოპირდაპირ მხარეს ავტომობილი არ არის, 400-მდე ავტომობილი დგას ამ წუთას მათემოტორსის ცენტრში. ხვალაც დაემატება Toyota-ს უამრავი ელექტროავტომობილი, ამიტომ არ იჩქაროთ ელექტრომობილის ყიდვა, მოდით აქ და ელექტრომობილი Toyota-ს იქნება ზუსტად ახალი მოდელი 10 დღეში, 15 დღეში. გისურვებთ წარმატებებს. აბა კარგად.